მიხეილ ბაშელეიშვილი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ცდილობდა იგი გოლის გატანას და ძალიან ახლოსაც იყო ამ ყოველივესთან. ნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით ძალიან სახიფათოდ მოახერხა ბაშელეიშვილმა ბურთის გაშვება მეტოქის კარისაკენ. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი ძალიან კარგი დარტყმა აქვს ბაშელეიშვილს. უკან კეთდება გადაცემა არველაძემ, ისევ ბაშელეიშვილი მეორე მცდელობა და კიდევ უფრო სახიფათო ვიდრე წინა ეპიზოდი შეხვედრის მე-11 წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა მეორე ჯერ სცადა გატანა. თელაველთა უპირატესობა უკვე საკმაოდ დიდია, პრინციპში შეგვიძლია ვთქვა და გულშემატკივარი საკმაოდ აქტიურად უჭერს ბუნებრივია მხარს მასპინძელ გუნდს. სხვადასხვა ორივე გუნდი ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. ჯერ ეს ეპიზოდი უნდა ვნახოთ და ამ ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გადის ნიკოლოზ ქუთათელაძე. ამ გოლის ავტორი ვნახავთ განმეორებით და გამოჩნდება თუ რა სილამაზის გოლი გაიტანა ნიკოლოზ ქუთათელაძემ და ეს გახლავთ კოლხეთის შემადგენლობაში მისი სადებიუტო გოლი, მეორე შეხვედრა და პირველი გოლი ფოთური გუნდის რიგებში. მე-20 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი თითქოს არაფერი მოასწავებდა ამ გოლს და იმას რომ სტუმრები დაწინაურდებოდნენ და ხედავთ რაოდენ შორეული დისტანციიდან მოახერხა გოლის გატანა ნიკოლოზ ქუთათელაძემ. ფინუს გაბიტაშვილი დარტყმა, კიდევ ერთი მცდელობა და საოცრად გადარჩა აქ ფოთის კოლხეთი. ვნახავთ ამ ეპიზოდს რა თქმა უნდა განმეორებით და გამოჩნდება რომ ძალიან ახლოს იყო თელავი წონასწორობის აღდგენასთან და დემეტრე ბულესკირია ამ ეპიზოდის უდაოდ უმთავრესი გმირი, რომელმაც ბოლოს წინა დარტყმა უბრალოდ ურთულესი დარტყმა გაანეიტრალა. ინიგო მარტინი იყო მე მგონი იმ დარტყმის ავტორი. ასეა თუ ისე უნდა ვნახოთ ეს შეტევა, რა თქმა უნდა სულ პირველი დარტყმა გაბიტაშვილმა შეასრულა. ეს გადაცემა აქ არ გამოვიდა ინიგო მარტინის დარტყმა, გაბიტაშვილის დარტყმას აქ გიუნაშვილი იგერიებს, რომელმაც ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა და საბოლოო დარტყმა როგორც ჩანს ინიგო მარტინს ეკუთვნოდა. შენიერ მაჩს ვადევნებთ თვალყურს ლევან თანდილაშვილი ამ ეპიზოდის გმირი, რომელმაც აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი. ვნახავთ რა თქმა უნდა ამ ეპიზოდს განმეორებით და გამოჩნდება რომ ძალიან ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან ფოთელი მოთამაშეები. შეხვედრის 41 წუთზე ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და 1-1 დაჩი ცნობილაძე გატანილი გოლის ავტორი. 76 წუთზე თელაველებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და ისევ გადაინაცვლეს მე-9 პოზიციაზე სატურნირო ცხრილში და ძალიან გაიხარა ბუნებრივია ადგილობრივმა გულშემატკივარმა ამ გატანილი გოლით. სტანდარტულიდან კახელებმა შეძლეს საბოლოოდ სარგებლის ნახვა და წონასწორობის აღდგენა. ვნახავთ კიდევ ერთხელ განმეორებით რა თქმა უნდა ამ ეპიზოდს. შეტევაშია კაპანაძე დარტყმა და ლევან თანდილაშვილმა იქცა თავისი გუნდი. ურთულესი ბურთი მოიგერია თანდილაშვილმა და თუ ამ შეხვედრაში თელაველები გამარჯვებას ან ფრენს მიაღწევენ, თანდილაშვილის როლი ამაში იქნება უდიდესი, რადგან მეორე გოლი არ გაუშვა ამ ეპიზოდში თელაველთა მეკარემ. ვნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით. მარჯვნივ კეთდება გადაცემა, შეიძლება ალბათ ჩაწოდება დარტყმა და ლევან თანდილაშვილი ეუფლება აქ ბურთს, გადარჩა თელავი და გადაარჩინა ისევ და ისევ ლევან თანდილაშვილმა.